პროგრამისტების ანგარიში. დავიწყებ ჩვენი ტექნიკური გუნდის ანგარიშით. მუშაობა აქტიურად და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დავამატეთ ახალი მეთოდები და ენდპოინტები ვარსკვლავური და ქველმოქმედების პროგრამების კონტროლისთვის. ახლა ყველა მომხმარებლის სტატუსი შესაძლებელია პირდაპირ მიიღო. ისინი ბრუნდებიან მომხმარებლის რესურსში. სრულიად თავიდან გადაწერილია რეფერალური ხის ლოგიკა. ახლა მოწვევის ავტორი და უშუალო მშობელი. შეიძლება იყვნენ სხვადასხვა პირები, რაც სტრუქტურას უფრო მოქნილს და გასაგებს ხდის. ჩატარდა მიგრაციები, გასწორდა ტაიმერები და სტატისტიკის შეცდომები შეიქმნა. დაკარგული საფულეები მომხმარებლებისთვის, ვისაც ისინი არ ჰქონდა, მარკეტპლეისში განახლდა ინტერფეისი პროდუქტის დამატების ფორმაში გამყიდველებისთვის. დამატებითი ღილაკები და გაუმჯობესდა ნავიგაცია. გუნდი მუშაობს ოპერატიულად და შეთანხმებულად. ნებისმიერი შეცდომა მღისიერად ისწორება, ყველაფერი იტესტება და ოპტიმიზდება. ეს არის ჩვენი ტექნიკური განვითარების საფუძველი. თამაში მილენიუმი და პროექტი 2048. ახლა თამაშებზე. მილენიუმი უკვე გაეშვა. ჩვენ ვაკონტროლებთ წარმადობას და მღისიერად ვასწორებთ ყველა შეცდომას. 2048 კი დასრულების ეტაპზეა. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და მალე ისიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის. მილენიუმზე თითქმის მზადაა ახალი რეიტინგების გვერდის დიზაინი, ის თანამედროვე და ინტერაქტიული იქნება. ახლო მომავალში გამოუშვებთ განახლებას რამდენიმე სიურპრიზით მოთამაშეებისთვის. დეველოპერების გუნდი აჩვენებს მაღალ დონეს. პროექტი მიიწევს ერთიანი სათამაშო ეკოსისტემის გაშვებისკენ. სტრუქტურული პროგრამა. მნიშვნელოვანი განცხადება. მარკეტპლეისის გაშვების შემდეგ ბაღი დასრულდა. ამ მომენტიდან გადავდივართ სერიოზულ ბიზნესზე. აღარანაირი არაორგანიზებულობა, აღარანაირი ილუზია. ადვილი ფულის. ყველაფერი ხდება ზრდასრულად. ახალი წესები პირველ რიგში ეხება სტრუქტურულ პროგრამას. ეს არ არის ადგილი პასიური მოლოდინისთვის. ადრე თუ ვინმეს ეგონა რომ სისტემაში შევა და სპონსორი მის ქვეშ მთელ სტრუქტურას ააშენებს, ეს დრო დასრულდა. პროგრამა ახლა რეალურია, ზღაპრული ციხეების გარეშე. არავინ იქნება, ვინც უბრალოდ ფეხებს ჩამოჰკიდებს და დაელოდება გადმოსხმებს. ადვილი ფული სამყაროში არ არსებობს და ჩვენთანაც აღარ იქნება. ვისაც ადვილი ფულის შეერა, წავიდეს იქ, სადაც პირამიდებია. ჩვენ სტრუქტურული პროგრამა აქტიური გავხადეთ, ეს არის აქტიური სისტემა და ასე დარჩება. ადრე ყველაფერი მკაცრად იყო შეზღუდული. პირველი ხაზი მხოლოდ 5 ადამიანი, არა უმეტესი. ახლა ეს შეზღუდვები მოიხსნა. ჩვენ ხელები გაგიხსენით. გინდათ 5 დააყენეთ, გინდათ 10, გინდათ ქვედა დონის ქვეშ დარეგისტრირდით, გინდათ სიგანეში ააშენოთ, გინდათ სიღრმეში ააშენეთ. გააკეთეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით. გადმოსხმის სისტემა რჩება, მაგრამ ახლა თავად წყვეთ როგორ გამოიყენოთ ის. ჩვენ სრული თავისუფლება მოგეცით. ააშენეთ სტრუქტურა, როგორც გსურთ და ნუ დაელოდებით რომ ვიღაცა თქვენ ნაცვლად ყველაფერს გააკეთებს. შეიცვალა ჯილდოებიც. ახლა სამართლიანად ვინც მუშაობს, ის იღებს. თუ ადრე თითო ადამიანზე მხოლოდ $1 ვარდებოდა. ახლა 7. იმუშავე, ააშენე, მოიწვიე და გამოიმუშავე. თუ 10 ადამიანი მოიყვანე მიიღებს $70 და არა 10, როგორც ადრე. ეს სამართლიანია, რადგან კომპანია აღარ ითრევს პასიურ ხალხს. ჩვენ გადავდივართ მოდელზე ლიდერებისთვის. ადრე იყო კომუნიზმი, ყველას თანაბრად, ყველას $1, მაგრამ კომუნიზმი არ მუშაობს. არც ცხოვრებაში და არც კომპანიაში. ლიდერი მოდიოდა, ხედავდა ამ თანასწორობას, იმედგაცრუებული მიდიოდა, ახლა გვაქვს სხვა მიდგომა. მათთვის ვინც სურს იყოს პირველი, ვინც მუშაობს და მოძრაობს. არ ვმალავ. სტრუქტურული პროგრამა პირადად მე მოვიფიქრე. თავიდან მინდოდა რომ ყველა თანასწორი ყოფილიყო რომ ერთმანეთზე ზრუნავდნენ, მაგრამ 3 წლის შემდეგ გაირქვა რომ ეს არ მუშაობს. ხალხს დახმარება არ უნდა. უმეტესობას მხოლოდ სარგებელი აინტერესებს. როცა ქველმოქმედების პროგრამიდან შემოსავალი მოხსენით, მონაწილეთა რაოდენობა 10 ჯერ შემცირდა. აი ეს არის სიმართლე. ამიტომ ახლა პროგრამა სხვანაირადაა აგებული, ყველაფერი პირად აქტივობაზე დგას. გინდა გამოიმუშაო, იმოქმედე.
კომპანია ცოცხალი ორგანიზმია და ჩვენ მუდმივად შევიცვლებით. ვისაც სურს სტაბილურობა და რომ არაფერი არ იცვლებოდეს. მოძებნეთ მკვდარი კომპანია. ჩვენ მუდმივად რედაქტირდებით, ვცდით ახალს, ვაანალიზებთ ბაზარს და წინ მივიწევთ. სტრუქტურული პროგრამა ამ გზის ნაწილია. ხედავთ, სად იყო შეცდომები და ვასწორებთ მათ. არსებობს ახალი მნიშვნელოვანი წესი. ახლა სტრუქტურული პროგრამა სავალდებულოა ყველა marketplace-ის გამყიდველისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ სელერი ხარ თუ პარტნიორი, შენ სტრუქტურის ნაწილი ხდები. დილერებისთვის ჯერჯერობით სავალდებულო არ არის, მაგრამ სელერებისთვის კი, მონაწილეობის მინიმალური თანხა $15 თვეში. ეს სასაცილო ფასი არის იმ შესაძლებლობებისთვის, რაც იხსნება. ხალხს რომ ესმის, ვერ იჯერებს. არ შეიძლება რომ $15 ასეთი შესაძლებლობები იყოს. მე ვპასუხობ. კი, ზუსტად ასეა. ამიტომ ყველაფერი მარტივია. არსებობს მხოლოდ აქტიურობა, მოძრაობა და შედეგი. ჩვენ ყველას თავისუფლება მოგეცით. ააშენეთ, გამოიმუშავეთ, გაიზარდეთ. სტრუქტურული პროგრამა ახლა აღარ არის უბრალოდ კომპანიის ნაწილი. ეს მისი გული. საკრედიტო აქციები და დავალიანებები. ახლა მნიშვნელოვანი და არც თუ მარტივი თემა საკრედიტო აქციები და ვაუჩერები. ყველა ვალი მკაცრად გადაიხედება. თუ ადამიანს გადაუხდელი აქციები აქვს, ისინი წაიშლება. რაც გადახდილია, ის აღდგება. აი, მაგალითად, აიღო 20 აქცია და გადაიხადა მხოლოდ 2, დარჩება ეს 2, დანარჩენი 18 წაიშლება. ამის შემდეგ ჩადგება ნიშანი. საკრედიტო ისტორია გაფუჭებულია. ამ მომენტიდან აღარ იქნება არანაირი შეღავათი. არც ახალი კრედიტები, არც პროგრამებში, არც აქციებში, არც საცხოვრებელ მიმართულებებში. რატომ ეს? იმიტომ რომ ეს ადამიანებმა ფაქტობრივად დააზარალეს კომპანია. როცა ადამიანი იღებს აქციებს კრედიტზე, მე ვხედავ სტატისტიკას და ვგეგმავ ბიუჯეტს. ამ ფულით ვქირავ პროგრამისტებს, მიმდინარეობს განვითარება, გაიცემა ხელფასები და როცა მათი ნახევარი გადახდას წვეთს, კომპანია რთულ მდგომარეობაში ვარდება. ეს არ არის უბრალოდ დავალიანება, ეს დარტყმა მთელ გუნდზე. არსებობენ ადამიანები, რომლებიც 9 ზოგიც კი 12 თვე არ იხდიდნენ. ხანგრძლივად ამ შემთხვევებს არ შევხედავ. საჭირო იყო გადარჩენა, marketplace-ის გაშვება, ტექნიკური ამოცანების გადაწყვეტა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ახლა ამ საკითხებს დაუბრუნდები და წესრიგს დავამყარებ. თუ ადამიანი გადაწყვეტს დავალიანების დაფარვას, უნდა დაფაროს მთლიანად მთელი პერიოდის განმავლობაში, ვერ შეძლებს. მაშინ ყველაფერი წაიშლება. ვიტყვი და გავიმეორებ, ბაღი დასრულდა. აღარ იქნება არანაირი გამართლება. რატომ ბანკში ყველანი დროულად იხდიან და ჩვენთან ზოგიერთს გონია რომ შეიძლება დაივიწყოს? არა, ასე აღარ იქნება კომპანია. ეს არ არის ქველმოქმედება, არამედ პასუხისმგებელი ადამიანების საქმეა. ვინც საკრედიტო ისტორიას გააფუჭებს, მათ აღარაფერს აღარ მიიღებენ, არც შეღავათებს, არც ბონუსებს, არც ახალდაშვებებს. შესაძლოა მომავალში ასეთ ადამიანებზე დამატებითი შეზღუდვებიც დაწესდეს. ეს არ არის სასჯელი. ეს არის სამართლიანობა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყოველი დაგვიანება ყველას აზარალებს. არ მსურს დრო დაუხარჯოს ხვისი ხვრელების ამოსავსებად. მინდა ეს ძალა განვითარებაში ჩავდო. ამიტომ ყველაფერი მარტივია. რაც გადახდილია, რჩება, რაც იგნორირებულია, იშლება. ჩვენ მივდივართ წინ ვალების გარეშე, ტვირთის გარეშე, სუფთა საფუძველზე. ასე იქნება სამართლიანად. საცხოვრებელი პროგრამა. არგი ამბავია. საცხოვრებელი პროგრამა რჩება. მე მას არ ვთმობ, ის შედის კომპანიის 17 შემოსავლის წყაროში. როდესაც თავისუფალი სახსრები გამოჩნდება, სწორედ ამ მიმართულებით იქნება მიმართული. როგორც ყოველთვის ვამბობ, საფლავში ჯიბეები არის. ფული უნდა მუშაობდეს. ადამიანს შეიძლება აიღოს საცხოვრებელი 0%-ად, ანუ ყოველგვარი ზედმეტი გადახდის გარეშე. თუ ბინა ღირს $50,000, ის გადაიხდის 50,000. არც 1 ცენტით მეც. შეიძლება ბინის გაქირავება და ამ გზით გადახდების დაფარვა, ეს არის მომგებიანი და სამართლიანი სქემა. კომპანიაც მოგებაშია, არსებობს დაბრუნება და კმაყოფილი პარტნიორები. მგონია რომ იქნება ლიმიტი. მაქსიმუმ $100,000-მდე. არც სასახლეები, არც ლუქს ბინები
მხოლოდ რეალური საცხოვრებელი ვარიანტები. პროგრამა ამუშავდება მაშინ, როცა ჩვენ ახალ ბრუნვის და სტაბილურობის დონეს მივაღწევთ ძველი პარტნიორები და აქციები. ახლა კითხვაზე, რომელსაც ბევრნი სვამენ. შეუძლია თუ არა ძველ პარტნიორებს აქციების შეძენა? დიახ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ. აქციების ყიდვა შესაძლებელია ნოემბრის ბოლომდე. ანუ მთელი ნოემბრის განმავლობაში ეს შესაძლებლობა კვლავ ძალაში იქნება. ამის შემდეგ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გაყიდვები შეწყდება. არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს 100%-ით ასე იქნება, მაგრამ 99-ით დიახ, აქციების გაყიდვა აღარ გაგრძელდება. ასევე პირობების მიხედვით შესაძლებელია შეძენა განვადებით. ეს რჩება და პარტნიორებს შეუძლიათ კვლავ ისარგებლონ ამ ვარიანტით, როგორც ადრე. ნატალიასგან იყო შეკითხვა. მე აქციები კრედიტით ავიღე, შემიძლია გავაგრძელო გადახდა, თუ საჭიროა ერთდროულად მთლიანად დაფარვა? პასუხი ასეთია. თუ იხდიდით, უნდა დაფაროთ მხოლოდ დაგროვილი დავალიანება და შემდეგ განაგრძოთ ჩვეულ რეიმში. მაგალითად, თუ კრედიტით აიღეთ აქციები და 2 თვე ან 1 წელი არ გადაგიხდიათ. ეს პერიოდი სრულად უნდა დაიფაროს და შემდეგ ჩვეულებრივ გააგრძელოთ გადახდები. თუ ყველაფერი დროულად იხდებოდა, არანაირი პრობლემა არ არსებობს. ამრიგად, ძველ პარტნიორებს ნოემბრის ბოლომდე შეუძლიათ შეიძინონ ახალი აქციები ან დაფარონ არსებული დავალიანებები ძველებზე. ნოემბრის შემდეგ სავარაუდოდ აქციების გაყიდვა აღარ განახდება. ეს ნიშნავს ძველი ეტაპის დასრულებას და კომპანიის გადასვლას განვითარების ახალ ფორმატზე. საბოლოო მიმართვა, მეგობრებო, ჩვენ დიდი გზა გავიარეთ და ახალ დონეს მივაღწიეთ. პროგრამისტების გუნდი ძლიერად მუშაობს, თამაშები ცოცხალია, მარკეტპლეისი იზრდება. ჩვენ მოვაშორეთ ქაოსი, შევქმნით სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემა, სტრუქტურული პროგრამა, კომპანიის გულია. საკრედიტო აქციები გასუფთავებულია, საცხოვრებელი პროგრამა ელოდება თავის დროს, აქციები პარტნიორებისთვის ხელმისაწვდომია ნოემბრამდე. კომპანია ალნი ცოცხალი ორგანიზმია, ჩვენ გავიზრდებით, მოვერგებით, გავაუმჯობესდებით და ისინი, ვინც ჩვენთან ბოლომდე იქნება, გახდებიან ყველაზე ძლიერი, ბედნიერი და წარმატებული ადამიანები.